საღამოშვიდობისა მორიგი მშვენიერი დღე იყო, მშვენიერი საღამოა. აგე პამიდროები ირწყება წვიმას ცოცხალი თავით არ უნდა წამოვიდეს. ერთი თვე გვალვაა და პამიდროებსაც ნელ-ნელა ერხევა. ვერ ყოფნის ეს შლანგით მორწყვა. რაც შეეხება ნამჯის სახლს. დაახლოებით მომიწია 3 დღე მუშაობა. ძირითადად სამ რაღაცაზე გავაკეთე ფოკუსირება, ეგრეთ წოდებული აქცენტი სამ რაღაცაზე გადავიტანე. როგორც იცით, ახლა ეს კედლები გაილესა მეორე პირით და შემდეგ გასადავდება, ნახეთ. აი ესეთი სადა იქნება, აქ არ ჩანს ახლა ვიდეოში, მაგრამ გაჩვენებთ. თავარი პრობლემა რაც იყო ზამთრის ამოკეტვის მერე ამ გიფსოკარდონებზე, ნახე, გადებული კი მქონდა, მაგრამ აი აქ გვერდებში, სადაც ვერაფრით ვერ ვაშურუპებდი, ჩამოიწია. მომიწია ამ CD პროფილების ყიდვა, დაჭირდა დაახლოებით 40 ცალი, აი ეს CD პროფილი. თითქმის ბოლომდე დავამაგრე აი ამ ეგრეთ წოდებულ გადაბმებში. ასევე გავიყვანე დენი. აი გადაბმებში შეხედეთ, აი ესე მთელ სიგრძეზე, აქეთ და განაპირას მომიწია აი ამ CD პროფილების დაყენება. დღეს ვეღარ მივაშურუპე ყველგან. იმიტომ ძალიან ტვინის ბრუღა იყო აი შეძრომა და აი ამ ბალკებზე დაშურუპება. ასევე აი დავქსელე, გავიყვანე, დავაყენე ნათურები. ზამთრამდე აი ამასაც ამოვქოლავ, ბუხარს როცა ამოვიყვან, იქაც და უკვე სახლი ჰერმეტულად დაიხუროს. ასევე აი აქ წინ დავასხი ეგრეთზე ბუხრის საკვამურისთვის, დიმახოდისთვის, აი აქ ბუხარი იქნება და უნდა გავიდეს საკვამური. აი ეს ზემოთ და საძირკველი რკინაბეტონით შევკარი არმატურა და დავასხი. და ასევე როგორც გითხარით, დავქსელე. აი სინათლე გავიყვანეთ. შტეფსელებში ყველგან დენი მოდის. აი აქ ვეუბნებ სადაც იქნება მეთქი, აი ეს სადაც იქნება კედელი. წყალს გადაусმო და მე ხელით გადაусმე და ესეთი სადა და მკვრივი გახდება. აი აქაც სინათლე. აი ნახეთ. აი მას აი ესეთი სისადავე უნდა მიეცეს. არ ვიცი რამდენად ჩანს მობილურში, მაგრამ საკმაოდ პრიალა ზედაპირი გამოდის და მე თეთრად რო გადაусმევ, საერთოდ ფანტასტიკური იქნება. აქაც აი დუშკაბინის თავზე განათება და სავსებით საკმარისია, მე მგონი 2 განათება. თუ მოითხოვს კიდე ერთ დამატებასაც არაფერი წინ არ უდგას. ეს მესამე ოთახი. ერთადერთი ვარ კაი დასალაგებელი უნდა გავიტანოს ერთმეტი ნაგავი. დაალაგდეს თორე უკვე თვალს აწუხებს. გეგმაში მაქვს შემდეგი რომ აი ესენი ამოვავსო. აი აქ და 2-3 ვარიანტი მაქვს როგორ შეიძლება ეს გავაკეთო და აი ნახოთ რა 2-3 დღეში გადავწყვიტავ და გავაკეთებ. აი მიშურუპებული ნახეთ, იქვე აიწია ეს გამობურცულები. იყო ესე და აი ზალაში მოვახერხე და მივაშურუპე. აი იქვე გასწორდა. სადაც არ მაქვს მიშურუპებული, ნახეთ როგორ ჩამობურცულია. მაგრამ ამის თავზე C პროფილი მაქვს დამაგრებული და ხვალ ამოვალ და მთელ სახლში მივაშურუპებ ჯერს. შემდეგი გეგმა, ესე იგი აქ ამოვაშენებ კედელს. აქაც ამოვაშენებ კედელს.
და ჯერ სათბურს მაინც ვერ გავაკეთებ ამ ზამთარში და შემდეგ გაზაფხულამდე გამორიცხული, ამიტომ აქაც დროებით კარის მაგივრად ამოვაშენებ კედელს. როცა გადავწყვეტ სათბურის გაკეთებას, მერე კარს ჩავსვო. მოკლედ, სამწუხაროდ ამ ხელის გამომშენებლობა გამიჩერდა, გამეწელა უბრალოდ არ გაჩერებულა, მაგრამ რა ვიცი, ღვთისმადლით და წყალობით მაინც წინ მივიწევთ და ნახოთ რა იქნება და როგორ. არაფერს წინასწარ ახარ გეგმა. თავარია პატარ-პატარა ნაბიჯებით, აი, აქაც ნახეთ, გავდივართ წინ ჩამოწეულია. ხვალ მივაშურუფებ და იქვე აიწევს. აბა ყველას ვინც გულშემატკივრობთ, გისურვებთ, ვინც არ გულშემატკივრობთ, იმათაც რა თქმა უნდა გისურვებთ ბედნიერ საღამოს.